ჩვენს რეგიონში ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, კერძოდ სომხეთი და აზერბაიჯანი აპირებს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, საბოლოო სახის. რაც გულისხმობს შემდეგ რაღაცას. პირველ რიგში გულისხმობს ერთმანეთის აღიარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, იქ გარკვეულ გაცვლას ტერიტორიების. გულისხმობს სომხეთის კონსტიტუციიდან ყარაბაღის შესახებ ჩანაწერის ამოღებას, რასაც ითხოვს აზერბაიჯანი და გულისხმობს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც საინტერესებს აზერბაიჯანს და თურქეთს, ეს არის ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გახსნა. რაც პირდაპირ დააკავშირებს აზერბაიჯანს ყველაზე მოკლე გზით თავის ავტონომიურ ექსკლავთან, ნახიჩევანთან და ნახიჩევანის გავლით მერე თურქეთთან. თუ გვაქვს რუკა, მოდით რუკაზე ვნახოთ. პირდაპირ მარტივად რომ გამოჩნდეს. ის მოვაშოროთ ჩვენი რეკვიზიტები. დაბლა ის პლაშკა მოვაშოროთ. და ხედავთ აი ეგერ გაადიდე ცოტა. ხო აი ეს. ხედავთ აი ეგერ ეხლა აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით იქნება თურქეთი თუ ზღვის მიმართულებით უნდა გაიაროს, იმიტომ რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტია და ჩაკეტილია აქედან გზები, ამიტომ აი ამ გზით საქართველოს უნდა შემოვიდნენ, საქართველოს მართლა ამ რეგიონში იყო უალტერნატივო ტრანზიტი. იქნებოდა შუა აზიიდან, ჩინეთიდან, თუ კონკრეტულად აზერბაიჯანური ტვირთები აუცილებლად უნდა გაევლო საქართველოს გავლით. ეხლა მიდის მოლაპარაკებები, რა ესე სომხეთის უკიდურეს სამხრეთში, ირანის საზღვართან ახლოს უნდა გაიაროს აი ამ ეგრეთ წოდებულმა ზანგეზურის კორიდორს ეძახიან და შემდეგ ამ გზით დაუკავშირდეს თურქეთის ტერიტორიას და დასავლეთით. ეს გზა ხედავთ, რომ არის ბევრად მოკლე, აზერბაიჯანისთვის ბევრად მოსახერხებელია, პირდაპირი ეს გზა არის და შესაბამისად აზერბაიჯანისთვისაც ბევრად მოსახერხებელია. საქართველოს ამოვარდება ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ლოჯისტიკური კვანძის სახით აღარ იარსებებს. აზერბაიჯანს და თურქეთს ბევრად დიდი ბერკეტები გააჩნია ეხლა ამ სიტუაციაში სომხეთის მიმართ, რომელიც უბრალოდ შუაში გამოკიდული და გადაყლაპვის და განადგურების რეალური საფრთხის წინაშე დგას თუ ვთქვათ დაიძაბა იქ ვითარება, ამიტომ ამ გზის შემთხვევაში ეს გზა ფორმდება როგორც აზერბაიჯანის გარკვეულწილად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ ყოფი გზა, რომელიცაც სავარაუდოდ აი ამ შეთანხმება თუ შედგა გარკვეული გარანტიების ფორმები ექნება, ეს ასე კი არის იქნება. ო, უყურეთ ახლა რა პრობლემაა. ჯერ ჩვენზე კი არა, ჯერ თვითონ ობიექტურ ფაქტოლოგიაზე ვისაუბროთ და მერე ჩვენს გამოწვევებზე. თუ ეს დერეფანი გაიხსნება, ჯერ კიდევ 2020 წელს, როდესაც მეორე ყარაბაღის ომი იყო და სამშვიდობო შეთანხმება დაიდო რუსეთის ჩართულობით. მან ხელი მოეწერა შემდეგ პუნქტს, რომ ამ დერეფანზე კონტროლს მოახდენდა რუსეთის ფედერაცია. და რუსეთს დიდად ეს დერეფანი ამ სახის არ აწყობს, მაგრამ თუ მისი კონტროლის ქვეშ იქნებოდა, მაგ შემთხვევაში მისთვისაც მომგებიანი იქნებოდა. პლუს ირანს საერთოდ არ აწყობს ეს დერეფანი, იმიტომ რომ ირანი ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება და საერთოდ ჩრდილოეთით გასასვლელი სომხეთის გავლით მას ეკარგება და აზერბაიჯანი და თურქეთი მისი სინამდვილეში მეტოქეები არიან. ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორიც ამოვარდნილია, სავარაუდოდ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მაგ ტერიტორიაზე კონტროლს, ანუ მაგ დერეფანზე კონტროლს საკუთარ თავზე აიღებს ამერიკული კერძო კომპანია. ანუ ამერიკის ინტერესიც არის თითქოს და ამაში ჩადებული. ცხადია, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის ეს არის იდეალური მდგომარეობა, ანუ აზერბაიჯანს ნაკლებად აინტერესებდა მან რუსეთი, იმიტომ რომ რუსეთს სამხედრო ძალის პროექცირება შეუძლია რეგიონში, რუსეთი ახლოს არის. ცხადი იდეალურია
ამერიკა, იმიტომ რომ ამერიკას არანაირი წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის და პლუს რუსეთის და ირანის მოწინააღმდეგეა. ანუ ამ შემთხვევაში ამერიკაც შემოდის გარკვეული შეზღუდული ფორმით, მაგრამ შემოდის როგორც ამ შემთხვევაში ირანის ინტერესების წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ. ცხადია, ამ შემთხვევაში ეს დიდად მე თუ მკითხავ, სომხეთსაც არაფერში არ აწყობს ეს კონფიგურაცია. რას გულისხმობ? სომხეთმა რაც არ უნდა სამშვიდობო შეთანხმება დადოს აზერბაიჯანთან და გახსნას დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, თუ მას არ ეყოლება რეალური უსაფრთხოების გარანტორი, ვინც უზრუნველყოფს მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, ის რეალურად რჩება მარტო. აზერბაიჯანის და თურქეთის გრძელვადიანი ინტერესია, რომ ერთმანეთთან კონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია. ანუ სომხეთიც კი არ იყოს, მანდა არამედ იყოს პირდაპირი საზღვარი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მისცემს თურქეთს ცენტრალურ აზიაზე გასასვლელს, ეგრეთ წოდებული დიდი თურანის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანისთვისაც ეს მომგებიანია, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია ექნება თურქეთთან და თურქეთი ძალიან ძლიერი მოთამაშეა რეგიონალური მასშტაბით. და ცხადია არ გვაწყობს ჩვენს, იმიტომ რომ რაც ჩვენზე უნდა ყოფილიყო, ანუ ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი ეს ლოჯისტიკური ინტერესი ამ შემთხვევაში დაიკარგება. არ აწყობს ირანს, იმიტომ რომ ირანისთვის ეს პირდაპირი საფრთხეა, ანუ ირანს ჩრდილოეთით გასასვლელი ეკარგება და არ აწყობს ცხადია რუსეთსაც, რომელიც ამოვარდნილი იქნება აი ამ ლოჯისტიკური აი ამ კონფიგურაციიდან და პლუს რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს თურქეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ცენტრალურ აზიაში. სავარაუდოდ ეს ადრე თუ გვიან დაიდება, იმიტომ რომ ფაშინიანის წინააღმდეგ მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგ არის სომხეთში, მათ შორის ეკლესიაც არის წინააღმდეგი, ფაშინიანი ახშობს შიგნით პროტესტს და აი ევროკავშირი და ამერიკა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ძალიან შეწუხებულია, სომხეთში რო იჭერენ, მაგალითად, ამასინა დეპუტატი დაიჭირეს. პარლამენტის მოქმედი დეპუტატი დაიჭირეს პირდაპირ. მაგის წინაზე შტურმი მიმდინარეობდა ეჩმიაძინში. ამაზე ყველაფერზე დასავლეთი თვალს ხუჭავს, იმიტომ რომ მათ ინტერესებშიც არის ამ შემთხვევაში, რომ თურქეთი გავიდეს ცენტრალურ აზიაზე. ანუ თურქეთს დასავლეთი განიხილავს როგორც დამაბალანსებელ ძალას რუსეთის და ირანის წინააღმდეგ. ანუ დასავლეთ თურქეთი ჭირდება რუსეთის წინააღმდეგ და ირანის წინააღმდეგ. ნუ რაც ჩვენთვის რაღაცა კონფიგურაციის შემთხვევაში საფრთხის შემცველია, ხო, ეს ყველაფერი. რას გამოიწვევს ახლა ეს საქართველოსთვის? გამოიწვევს იმას, როგორც აღვნიშნე, რომ ჩვენი უსაფრთხოების ხარისხი შემცირდება, იმიტომ რომ თუ საქართველოს ალტერნატივა არსებობს, ესე იგი შენ წინააღმდეგ მოქმედება უფრო მარტივდება, ანუ შენ არ ახარ საჭირო. მეორე, ეს არის პირდაპირი ეკონომიკური და ფინანსური ზიანი, ხო? რაც აქამდე ჩვენზე გადიოდა ტვირთები, ეხლა გავა სხვა მიმართულებით. რა შეიძლება საქართველოს გააკეთოს ახლა ჩვენ ამ პროცესებზე პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ. ხა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი რო თან ხვდება ჩვენ რას ვიტყვით ახლა ოფიციალურად მხოლოდ მივესალმებით, ხო? თუ დაიდება სამშვიდობო შეთანხმება და სისხლისღვრა დამთავრდება, ეს იქნება ჩვენი ოფიციალური პოზიცია, მაგრამ მე ვამბობ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რა შანსები გვიჩნდება. ანუ ჩვენ ახლა ერთ ბანაკში აღმოჩნდით ინტერესების კუთხით საქართველოს, ირანი და რუსეთი ერთ ბანაკში აღმოჩნდა რუსების სერიოზული გაკეთებდნენ. არის პირდაპირ ინტერესები, თუ აზერბაიჯანი არის რუსეთთან ესკალაციის მდგომარეობაში, არა მხოლოდ სახმელეთო
კორიდორის პრობლემა ჩდება კასპიის ზღვით კასპიის ზღვა არის ალტერნატიული კომუნიკაცია. ანუ კასპიის ზღვით გადაზიდვაც არ არის თლად უკვე ისეთი კომფორტული. არ არის კომფორტული, კი. ამიტომ ჩვენ ხშირად ხსნით ხოლმე, რომ ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკაში რა ფუნქციას ასრულებს საქართველო. არის სამი დიდი მოთამაშე: თურქეთი, ირანი და რუსეთი. ირანის და რუსეთისთვის საქართველო და სომხეთი წარმოადგენენ ერთგვარ კედელს, რომელიც ხელს უშლის თურქეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის თურქული სახელმწიფოების ერთ სივრცეთ შეკრას. ანუ ჩვენ ვასრულებთ კედლის ფუნქციას. ეხლა, როდესაც სომხეთი ვარდება მაქედან, როგორც ირანისთვის, ისე რუსეთისთვის ეს კედლის ფუნქცია და ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორის ლოგიკა არის სერიოზული საფრთხის ქვეშ. და რაც აქ ხდება, აი ვიღაცა შეიძლება გაუხარდეს, რომ ვაი რა კაია, რუსეთის და ირანის ინტერესები დაიკლებს თურქეთის მოიმატებს. ეგ ნიშნავს, რომ აქ დიდი ტურანის პროექტი იქნება რეალიზებული. დიდი ტურანის პროექტი არის make Osman Empire great again. ხო არის make America great again. გავხადოთ ოსმალეთის იმპერია კვლავ დიადი და ეგ საით მოხდება, ანუ დასავლეთის მიმართულებით მოხდება მაგის გაფართოება თუ აღმოსავლეთის, მაგაზე მიდის ჭიდაო. დასავლეთის საით წავა. დასავლეთისკენ როგორც ჩანს, ანუ ეგ დასავლეთი და სამხრეთი ეგ არის აი სირიის მიმართულება ეგვიპტემდე, ეგ ტერიტორიებიც თავის დროზე ოსმალეთის იმპერიის იყო და სირიის ჩრდილოეთის დაკავება მოახდინა, მაგრამ თუ ექსპანსია აქეთ იწყება, ვინმეს თუ გონია რომ მაგ ყველაფერში საქართველო ამიტო ევროპა ხდება, არა საქართველო ამიტო თურქეთი ხდება. აი არაბები ხო ჩამოდიან უკვე. თურქები სინამდვილეში ამ მიგრანტების რაოდენობაში თურქეთიდან შემოსულები არიან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იმიტომ ვინ შემოდის გასაგებია და აი ეს კითხვა და მე დონაციაც არის მოსული, რომელიც პრაქტიკულად იმ კითხვას გამოვიდა რომ პასუხობს და აი მაგიტო ორივეს წაიკითხავდა. მთელი ტერიტორია, რასაც ზანგეზურის კორიდორი ქვია, მთლიან და რთულ რელიეფზე გადის. რანაირად მოხდება მაგ ტერიტორიის როგორც ტრანზიტული გზის ჩანაცვლება მაგ ტერიტორიითო რა და ამას პასუხობს დაახლოებით შემდეგი დონაცია. გენერალი ორკი წერს ბრინჯაოს ხანიდან 4000 წლის შემდეგ მტკვარი არაქსი ერთმანეთს დაეჯახენ, რომლის ხეობაში გაივლის ტვირთები და მეგობარა რომ სწორი გამოვიდა ეს შენიშნა, იმიტომ რომ კი ზანგეზურის ტერიტორიაზე მთიანი რელიეფია, მაგრამ აი ეხლა რო ვაჩვენოთ 2 წუთით, აი ეს ადგილი დაახლოებით ეს სამხრეთი საზღვარი სასონხეთის შემთხვევით არ არის შერჩეული. აქ არის არაქსი, დინარე. დინარის პირას გადის. მანდ არის ასეთი შედარებით დაბალი ადგილია ხეობა დინარის და იმ ხეობას მიყვება ეს გზა. სხვათა შორის 2020 წელს თებზე კი არ გადაივლის, როდესაც მეორე ყარაბახის ომი იყო, აზერბაიჯანელებმა სწორედ მან გაჭრეს, აი მან მოახერხეს შიგნით შეღწევა სომხების არა 20-ში. მაშინ სამხრეთიდან მოუარეს ყარაბახის აგლომერაცია. თიანი რელიეფი კი არის, მანდ არის ჩვეულებრივი საკმაოდ სწორი რელიეფი. ამიტომ აი ამ უკიდურეს სამხრეთში. ანუ აზერბაიჯანსა და ირანს შორის მანდ საზღვარი გადის დინარე არაქსი. ამიტომ მანდ არანაირი რთული რელიეფი არ არის. არაქსს რო გაუყო არ არის. გვერდზე რო გაყვეს კომუნიკაცია. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო მან გაკეთებული რკინიგზა და საავტომობილო მარშრუტი, მაგრამ სულ რო იყოს სიტყვაზე ვამბობ. მოუხსნათ ეს რელიეფი კაცო აგერ ლიხზე გადის მთელი არტერია, სარკინიგზოც და საავტომობილო, ამიტომ ეგ არ არის მან პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ საქართველო ამოვარდნილია ყველაფრიდან ამ კონფიგურაციაში. პირველ რიგში გეოპოლიტიკური საფრთხეები ჩდება, ერთი ბალანსი ირღვევა ჩვენს რეგიონში და ჩვენ სასარგებლოდ ეს არ არის და მეორე ეკონომიკური მდგომარეობიდან ვართ ამოვარდნილი. ადრე თუ საქართველო იგულისხმებოდა
უალტერნატივო დერეფნად, მათ შორის ჩინეთიდან მიმავალი ტვირთებისთვის. ეხლა აგერ ბევრად უფრო მომგებიანი კონფიგურაცია და ცხადია, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ეგ პრობლემაა.